ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად. ბიბლია გადმოგცემს, რომ ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა. თქვა ღმერთმა, იყოს ნათელი და იქმნა ნათელი. და შექმნა ყოველივე, რაც შექმნა. ოღონდ მხოლოდ ადამიანი შექმნა თავის მსგავსად და ხატად. ღმერთმა თავის შექმნილ ხილულ სამყაროში ყოველი ქმნილება დაუმორჩილა ადამიანს. მისა სრული თავისუფლება, რის შედეგადაც ადამიანს ეძლეოდა არჩევნის უფლება, ურჩობასა და მორჩილებას შორის, სიბოროტესა და სიკეთის შორის, სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის. მას დაუმორჩილა ედემის ბაღი. ედემის ბაღის პატრონობა ამ ბაღში არსებული ცნობიერებისა და სიცოცხლის ხისა, რითაც ცისა და ქვეყნის შემქმნელმა ჩვენმა ღმერთმა უდიდესი პატივი მიაგო ჩვენს უფროს პაპას, ჩვენს პირველ ხორციელ მშობელს ადამიანს, რომელიც მის ქმნილებათა შორის ყველაზე ბოლოს იქნა შექმნილი. ღვთის ადამიანის მიმართ ესეთმა უმაღლესმა პატივმა ბოროტ სულში შური აღძრა ადამიანის მიმართ და ამხედრდა კიდევაც მის წინააღმდეგ, რის შედეგადაც ადამიანი დაშორდა ღმერთს, იქნა განდევნილი ედემის ბაღიდან და დარჩა ღვთის მამობრივი მზრუნველობის გარეშე. ზუსტად ეს ბოროტია დღემდე ცდილობს კაცობრიობის ყოველი წევრის შეცდენას, რათა ადამიანში ჩაახშოს ღვთის ხატება და მსგავსება. ცდილობს, რომ ადამიანს დაანახოს ვითომ და მამის გარეშე შესაძლებელია ცხოვრება, შესაძლებელია და ვითომ და იოლიც. აი ამ ცვიერებას ბოროტი ლამაზად შეფუთავს და ისიაჩვენებს ადამიანს და საქმის გადაწყვეტილების დროს ადამიანს ხშირ შემთხვევაში სინდისის ქეჯნას მიუძინებს და გზას აჩვენებს, ისე ცვიერ გზას აჩვენებს, ისე ვითომც და არც ისეთი დიდი ტრაგედია იმ გზაზე გავლა. მაგრამ ადამიანს ვითარცა ღვთის ხატებასა და მსგავსებას ძალუც გაარჩიოს ცვიერებით მოპოვებულ ნაყოფსა და ნამუსის ქუდს შორის განსხვავება. დაახსრულდა 1000 წლეულთა მანძილზე ოცნება. ლოდინი ღმერთს სურს ადამიანის სულის ხსნა და სამი ჰიპოსტატიდან ერთ-ერთი სიტყვა მამა ღმერთის გადაწყვეტილებით, სულიწმინდის ძალით, მარადის ქალწული მარიამის დახმარებით ხილულ სამყაროს მოევლინება ღმერთი, რომელიც იბადება, იშობა კაცად, ოღონდ ორი ბუნებით, ღვთიურითა და
ადამიანურით, რათა ის სიკვდილი, რომელიც ედემის ბაღიდან მოყოლებული სამყაროში ბატონობდა, რომელმაც მოიცვა ადამიანი, ისევ ადამიანის საშუალებით უნდა დათრგონულიყო. და ეს შესძლო მამა ღმერთის მხოლოდ შობილმა ძემ, განკაცებულმა ღმერთმა იესო ქრისტე ნაზარეველმა, სახელად ემანუელმა, ვითარცა კაცმა კაცური ბუნებით. იესო ადამიანმა ყოვლადოცოდველმა იტვირთა ცოდვილი ადამიანის ადამის მოდგმის ცოდვა და თავისი მიწიერი ხორციელი ცხოვრება განვლო იმ წყევლის დამოკიდებულების ქვეშ, რაც ადამმა დაიმსახურა. იესო იბადება ხუროს ოჯახში. მას თავად უწევს შრომა თავისი სარჩო საბადებლისთვის. იესო შრომის შედეგად განიცდის ჩვეულებრივად დაღლას, ტკივილს. იგი განიცდის ასევე ცილისწამებას, დათმენას. იესოს საქციელი ხდება მაგალითი ადამიანობისა, ცოცხალი მაგალითი უპირობო სიყვარულისა, კეთილგონიერი სიკეთისა, ჭეშმარიტი რწმენისა, თავგანწირულობისა. აი ამ მაგალითით უფალს ღმერთს სურს დაგვეხმაროს იმის აღქმაში ადამიანს, რომ შესაძლებელია წმინდად ცხოვრება, შესაძლებელია და აუცილებელიც არის ადამიანის სულის გადასარჩენად. იესო დედამიწაზე ღვთის სიბრძნეს სიტყვით გვაზიარა, ცხოვრება კი თავისი საქციელით გვასწავლა. მცირე რაოდენობის პურით ზღვა ხალხს აპურებდა, წყალს ღვინოთ აქცევდა, უამრავ თევზს იჭერდა, წყალზე ზევიდან ბუმბულივით დადიოდა. იგი ბოროტს არ ემორჩილებოდა, პირიქით სნეულებს კურნავდა და სნეული ადამიანის ორგანიზმიდან ბოროტი გამოჰყავდა. იესო მკვდრებსაც ოცხლებდა. მან სიკვდილი სიკვდილით დათრგუნა თავად. მაგრამ ადამიანმა ვერ შეიცნო ღმერთი, რასაც ნაკლებ მორწმუნეობას აწერენ ჩვენი წმინდა მამები. შეიძლება ვიფიქროთ ის, რომ თუ ღმერთს არ შეეძლო, ციდან დაეთრგუნა ბოროტი და არ განკაცებულიყო. ბოროტი, რომელზეც საუბარი მიმდინარეობს, ეს არის გველის ბოროტული საქციელი, რომელმაც შეაცდინა არა ღმერთი, არამედ ადამიანი. აი ამიტომ ჩვენი წმინდა მამების გადმოცემით და განმარტებით საჭირო იყო გველის ეს საქციელი, ეს სიბოროტე დაეთრგუნა არა ღმერთს, არამედ კაცს, რომელიც ყავდა ამდენი ათასეული წლის მანძილზე დაპყრობილი, გაბატონებული იყო ის კაცზე. და მან ღმერთმა, იესო ქრისტე ნაზარეველმა, ვითარცა ადამიანმა
და ვითარცა ღმერთმა თავისი ნებით მიიღო სასჯელი, რასაც ჯვარზე გაკვრა ჰქვია. მხოლოდ და მხოლოდ ამ გზას შეეძლო სიკვდილზე გამარჯვება. იესო ქრისტე ნაზარეველმა თავისი ღვთიური ბუნება არ გამოიყენა. იგი არ გასცდა ადამიანის შესაძლებლობას, ადამიანის შესაძლებლობის ფარგლებს და აღსდგა კიდევაც მესამე დღეს, როგორც თავად ბრძანებდა. ქრისტიანი ადამიანის ცხონება ქრისტეს გზის გავლა. ადამიანმა ქრისტე ჯვარს აცვა. სულის გაწრთობა და გადარჩენა სულიერ ჯვარცმას უკავშირდება. ეს ერთადერთი გზაა ცხონებისა. რადგანაც თუ ადამიანი ჭეშმარიტების ძიებაშია, მაშინ მას მიწიერება უარყოფს. მაშინ მას უწევს იმ წამების გავლა, ეს იქნება ფიზიკური თუ სულიერი, რაც ქრისტემ მიიღო ამ სოფლის მიერ. როგორც იესო გარდაიცვალა, ისე უნდა გარდაიცვალოს ყოველი ადამიანი ადამში. და როგორც ქრისტე აღსდგა და ამაღლდა, ისე უნდა აღსდგეს ადამიანი. სულის უკვდავებისთვის ადამიანი ხორციელად კვდება. მისი აღდგენისთვის სიკვდილი უცილობელი პირობაა. მამის სახლში დასაბრუნებლად კი ადამიანს განუხრთობა ესაჭიროება და აი აღდგენილი სული იმ ქვეყანაზე, გინდაც მას დავიწყებული ჰყავდეს სხვა ადამიანი, იქ მაინც იცნობს, როგორც ჩვენი წმინდა მამები ამბობენ. და აღდგენილი სულები ღმერთის სივრცეში თავიანთი გაკეთებული საქმეების მიხედვით დამკვიდრდებიან. და როდესაც ღმერთი გამოგვიძახებს და მისი კაცთმოყვარეობის, მისი შეწყალების მიხედვით ავსდგეთ, ავმაღლდეთ და დავიმკვიდროთ განსასვენებელი, სადაც მისივე მართალნი განისვენებენ. გილოცავთ კვლავ და კვლავ აღდგომის რწყინვალე დღესასწაულს. მაცხოვარმა გვაცხონოს ორსავ სოფელსა შინა. ამინ.